სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. ლევან ყიფიანმა კახეთის გუბერნატორთან და ახმეტის გამგებელთან ერთად ძიუდოს სამწვრთნელო ბაზა დაათვალიერა, რომლის მშენებლობა 2015 წლის მაისში დასრულდება. ლევან ყიფიანი ასევე დაესწრო ადგილობრივი სარაგბო გუნდის ვარჯიშს. მინისტრი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. იქნება კერა სპორტული საჭიდაო კერა ძიუდო სკოლა, რაში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობა სრულ აღჭურვილობას შემოვთავაზებთ და გავუკეთებთ ამ სკოლას, გავაფინანსებთ მწვრთნელს. რა თქმა უნდა, ეს ადგილია, რომელიც ძალიან ბევრი ნიჭიერი ძიუდოისტი, თავისუფალი მოჭიდავე და სხვადასხვა სპორტის სახეობაში ეს ხარი განთქმული, ამიტომ უნდა გამოცოცხლდეს აქაურობა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სპორტის სამინისტროს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის, რომ მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტაროს ამ შენობას და ის რაც იყო მოსახლეობის და ახალგაზრდობის ნება, აღასრულოს ის ნება და გაუკეთოს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი. ძირითადად ბავშვები არიან დუისიდან, არიან ჩეჩენი ბავშვებიც, 5% ალბათ მოსახლეობის არის ჩეჩენი და არიან ქისტი ბავშვები. ერთხელ ვიყავით თბილისის ფესტივალზე, სადაც წარმატებით გამოვიდნენ, ეხლა ამ კვირას მივდივართ კიდე და ელოდებიან ძალიან მოუთმენად.